შინჯიკაშვილს მოუგეთ. მოუგეთ შინჯიკაშვილს. აი გაცი. არა ხელი არ. მოუგეთ თქვენს გამოგაუშვეს სამსახურიდან თქვენ აგირჩიათ ბატონმა ბიძინა. ხელი. აი. მითხარით ანუ მოუგეთ ამ კაცს. აი რა მოგივიდა გაიდა. ძალიან ცემა სპეცრაზმალები ისა რატო არ დააკავეს ბატონს ვიად? ვინ არის რო ვაფშე ვიზემენებო? ანუ შინჯიკაშვილი ვიცე-გუბერნატორი არის. არა რა ვიცი ვის. ხო გაგილახათ სპეცრაზმალები. ვინ გამილახ? ბატონოს ვიად. თქვენ აგირჩიეს? აი ამი. მითხარით რატო აპატიათ სპეცრაზმალების ცემა შინჯიკაშვილს? მე? ხო. მე არავის არაფერს არ პატიო, გაცნობდი. ანუ არ აპატიებთ? არავისი არაფერი. არ აპატიებთ შინჯიკაშვილს ყურებს დააჭრით? მაინტერესებს დააჭრით თუ არა ყურებს? ანუ აცა ერთი წამი. არა დააჭრით, რატო ვერ დააჭერით ყურები? ხო ემუქრებოდით ბატონო ზვიად. ანუ გიგოთ ამ კაცმა ეს დავა თქვენს გამო გაათავისუფლეთ. რა უნდა მომიგოს აი რა. ანუ ისევე მუქრებით ვიცე-გუბერნატორს. მე მუხარები არ ვიცი. მის სოფელში გზა თქვენი შიშით გადააკეტინა ბატონო ზვიად. ბატონო ზვიად. ბატონო ზვიად. მითხარით რა ესე ეშინოდა თქვენი მე რო ჩავედი სოფელი გადაკეტილი ქონდა. ვეღარ ჩამოდის თქვენი შიში? აი ეს ინტრიგნული კითხები რა. რატო? ეს რაზმელი არავის არასოდეს არ უცემდა ვერ. საავადმყოფოში იწვა ორი სპეცრაზმელი თქვენი ახლო გარემოცვა ბატონო ზვიად. და არც არავის არ. საავადმყოფოში